ეს არის კიდევ ერთი ავტორიტარული ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი კანონმდებლობის გამკაცრების დრაკონულად ქცევის მიმართულებით, ხო? რატო? საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს აქვს უფლება შეიკრიბონ წინასწარ საჯაროდ როგორც ღია ცის ქვეშ ისე შენობაში და გამოხატონ საკუთარი პროტესტი და ამისთვის მათ არავითარი თანხმობა არავისგან არ სჭირდება თუ ისინი შეფერხებას არ ქმნიან ადამიანების გადაადგილებისთვის, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი ისე არის რუსთაველზე ნამყოფი ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ მონაწილე არ ყოფილა ამ პროტესტის. უბრალოდ მოგაიარა, გავლა მოუწია იმ დროს, როდესაც იმართებოდა ტრადიციული მანიფესტაცია, ხო? არავითარი შეფერხება, განსაკუთრებით ფეხით მოსიარულეებს, ხო? იქ არ ქონიათ. ანუ ფეხით მოსიარულეებს არ ქონიათ შეფერხება. კანონპროექტის განხილვის პროცესში ქართული ოცნება სწორედ ამაზე აპელირებდა და მიუთითებდა, რომ რიგით მოქალაქეებს ექნებათ დისკომფორტი და ერთი წელია რიგითი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში დაირღვა სიმშვიდე. აი ეს არგუმენტი შეუძლებელია ადამიანებს, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი, როგორც არა მონაწილე, ანუ როგორც გამვლელი იმ ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულის რანგში მან იცის, რომ არავითარი დისკომფორტი და შეფერხება იქ ფეხით მოსიარულეებს არ ექმნება და პრინციპში არც არის შესაძლებელი რომ შეექმნათ, ხო? იქ რომ იყოს რაღაცა გზა გადაკეტილი, მე გულისხმობ რაღაც ბარიკადებით, იქ რომ გავლა შეუძლებელი იყოს. მაშინ რაღაცნაირად ამაზე დისკუსია შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა არავითარი ასეთი რამე არ ხდება. შეკრებილია არიან ადამიანები და ვინც ვისაც იქ უბრალოდ გავლა უწევს, გაივლის და გამოივლის. არავითარი კონსტიტუციური უფლების, ამ შემთხვევაში გადაადგილების თავისუფლების ინტერესი აქ არის, რომ ეს ძალიან ცხადი და ძალიან ნათელია თუ თეთრზე შავის მტკიცებას არ მოინდომებს ვინმე. აქ სამართლებრივი შეფასება ამ კანონის მეხამუშება კიდევაც იმდენად ცხადია მისი ნამდვილი მიზანი, რომ უბრალოდ შეუქმნას დაბრკოლება და ფაქტობრივად არ მისცეს მოქალაქეებს შესაძლებლობა საკუთარი პროტესტი გამოხატონ. ძალიან მალე ჩვენ შეიძლება მივიდეთ ამის შემდეგ ნებართვებამდე, შემდეგ საერთოდ აიგრძალოს პროტესტი და ასე შემდეგ. როგორც ეს ავტორიტარულ რეჟიმებში სხვადასხვა ეტაპზე ხდებოდა. ამიტომ აქ ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის ამოცანა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ მოვა და არ იტყვის, რომ ეხა მე არ მინდა ადამიანებმა ჩემს წინააღმდეგ პროტესტი გამოხატონ და მაგიტო უგრძალავ და შემომაქ ეს შეზღუდვა. ის რაღაცა არგუმენტს ყურით მოათრევს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს არგუმენტი რამდენად ადეკვატურია. რამდენად კითხვაზე მოდით, აი ჩემი შემდეგი კითხვის კონტექსტში მიპასუხეთ, ქართულ ოცნებამდე იყო ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც ახლა სანიმუშო და სამაგალითო დემოკრატიით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა აი თუ კი შევადარებთ შეკრების და მანიფესტაციის შესახებ იმ კანონს, რომელიც სააკაშვილმა დატოვა, იმას, რაც დღეს არის და რაც დღეს მოქმედებს, რა დასკვნამდე მივდივართ? მე საერთოდ მგონია, რომ ორი ბოროტება ერთმანეთს არ უნდა შეადარონ. ესე იგი, არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომელმა უფრო შორს გადალახა ეს ზღვარი. და ამისი გარჩევა არის უმადური საქმე. პოლიტიკურად ამას არაფერი არ მოაქვს.
ნაციონალური მოძრაობის დროს არ იყო დაცული შეკრება მანიფესტაციების თავისუფლება. მე მაშინ მუშაობდი სწორედ ამ საკითხებზე, შეკრება მანიფესტაციის თავისუფლებაზე, ჯერ სახალხო დამცველის აპარატში და შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. სწორედ ჩემი ერთ-ერთი სამსახურებო ვალდებულება იყო შეკრება მანიფესტაციის უფლების სარგებლობა და მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ არ იყო დაცული შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. და ზღვარი ის კი არ იყო რომ რაღაცა გადაცდომა ერთხელ და ორჯერ მოხდა, არა, სისტემურად იყო დარღვეული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება და დღესაც ჩვენ გვაქვს იგივე მდგომარეობა. დღესაც სისტემურად არის დარღვეული და დანაშაულებრივად არის დარღვეული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, რომელიც ამ კონსტიტუციით არის დაცული. რომელმა რა პუნქტში უფრო მძიმე დარღვევა ჩაიდინა, აი ამის ანალიტიკა არავითარი პრაქტიკული სარგებლის მოტანა არ შეუძლია. რაღაცეებში ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ, რაღაცეებში ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ასატამად ორივემ გადალახეს უფლების დარღვევისთვის დადგენილი ზღვარი 100 ტანზე მეტად. კარგი. რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც დასვით და პასუხი არ გაცალეთ, რა არის საბოლოო ჯამში ქართული ოცნების მიზანი და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ოცნებას ქუჩაში თუნდაც ამ ეტაპზე საზოგადოების ერთი ნაწილის, ერთი ჯგუფის მიერ ყოველ საღამოს მოწყობილი საპროტესტო მარშები და აქცია აღელვებს და ანერვეულებს. აი იმ ყველაფრის უკან, იმ შეზღუდვების უკან, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში დააკანონა ხელისუფლებამ. აი ხედავთ შიშს, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების თვალებში. ქართულ ოცნებას ეს მანიფესტაცია უქმნის ლეგიტიმაციის პრობლემას ერთი მხრივ, მეორე მხრივ უქმნის დისკომფორტს. რატომ? იმიტომ ეს ცნობილი არის ადამიანის უფლებების კონცეფციისთვის და დემოკრატიის თეორიისთვის, ეს ძალიან ცნობილი თეზისია, რომ შეკრება მანიფესტაცია, როდესაც იმართება, ეს არის პირდაპირი დემოკრატიის გამოხატულება. ანუ, რას ნიშნავს პირდაპირი დემოკრატიის გამოხატულება? ესე იგი, ადამიანისების რაღაც ნაწილი გამოდის და უპირდაპირ ყოველგვარი წარმომადგენლის და განმაშუალებლის გარეშე ამბობს, რომ მე ვფიქრობ იმისგან განსხვავებულად, ვიდრე მართველი გუნდი. და ეს, რა თქმა უნდა, უქმნის პრობლემას ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ნებისმიერ ხელისუფლებას. აგერ დღეს ვკითხულობდი, ბულგარეთში ხელისუფლება გადადგა, იმიტომ რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ხო? და ჩვენს გვინახავს საქართველოში ეს, რომ ადამიანები გამოდიან ქუჩაში და აი ეს პირდაპირ დემოკრატიის ფორმა შეიძლება ხელისუფლება აიძულოს, რომ ადგეს და წავიდეს, იმიტომ რომ თქვას, რომ აი ხალხის დემოკრატია ითხოვს ჩემს წასვლას, სახალხო დემოკრატია ითხოვს ჩემს წასვლას. ანუ, როდესაც ქუჩაში დგას ხალხი, ეგ ნიშნავს, რომ იქ არ ვრცელდება ხელისუფლების ესე იგი ხელისუფლების ძალაუფლება. სწორედ ამის მოსპობა უნდა ამ შემთხვევაში რეჟიმს. დემოკრატიული რეჟიმების განსხვავებით ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი არის, რომ ის არ ეგუება განსხვავებულ აზრს. ახლა შემდეგი კითხვა არის ესეთი, რატომ მაინც და მაინც ახლა? და რატომ მაინც და მაინც ესეთი პირდაპირი ფორმით? ხო, აქამდე ხო ესე პირდაპირ ქართული ოცნება არ ამბობდა, უფრო რბილი, უფრო შეფარული, უფრო ადვილად დასაბუთებადი მათი გადმოსახედიდან, ხო? შეზღუდვები შემოქონდა თითქოს. მაგრამ ჩვენ ხედავთ დინამიკას ამ 1 წლის განმავლობაში, რამდენიმე ტალღად როგორ გაამკაცრა ნელ-ნელა შეკრება მანიფესტაციების კანონმდებლობა, შესაბამისად როგორ შეუქმნა უფრო და უფრო მეტი დაბრკოლება პროტესტის მონაწილეებს ქართულად. რატო არ გააკეთა ეს იმ პირველივე მომენტში, პირველივე წუთას და რატო დასჭირდა ამისთვის 1 წელი? ამისთვის არის ამის არსებობს ორი ფაქტორი. პირველი ფაქტორი არის ის, რომ პროპაგანდას სჭირდება დრო საზოგადოებრივი აზრის დამუშავებისთვის. რომ მან ის ერთბაშად ვერ მუშაობს და უნდა იმუშაოს ნელ-ნელა. ანუ ჯერ საზოგადოება უნდა შეაგუოს
შეზღუდვის ერთ და გაუმართლოს შეზღუდვის ერთი ფორმა, მე ამ სამუშაოს რო ჩაატარებს, მე გადავიდეს მეორეზე, მესამეზე და ასე შემდეგ.